ცხადია ეს მიდგომა ჩემს მხრიდან არის უარყოფითი და ეს არის ობიექტური მიზეზებით გამოწვეული. მაგალითად ამისთვის უნდა მოვიყვანოთ მაგალითები, რომ ეს დავასაბუთოთ და ამისი დამადასტურებელი არის ის გენპროკურორის მოადგილე, რომელიც გამოდიოდა და ამაზე გვესაუბრებოდა, იგივე გენპროკურორის მოადგილე გვიმტკიცებდა პარლამენტში, მაგალითად თათუხაშვილი როგორ გაძვრა გისოსებიდან და როგორ გაიპარა, სანამ სურათები არ ვაჩვენეთ, რომ იქიდან შეუძლებელი იყო ამ გისოსებიდან ადამიანის გაქრობა, მანამდე ამ ვერსიაზე საუბრობდა. ამის გარდა ამ გენპროკურატურის მთავარი პროკურორი თქვენ გახსოვთ იყო ადამიანი, რომელიც ბოტასების ქურდობაში იყო ეჭმიტანილი და დიდი ხნის განმავლობაში პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და ამის გულისთვის მან მოიხადა სასჯელი. ამასთან ერთად ზოგადად სამართალდამცავების თუ შევაფასებთ თქვენ გახსოვთ ფაქტები, როდესაც მინისტრის მოადგილე იყო შანტაჟით დაკავებული ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით და ეს ადამიანი გამოუშვეს 5,000-იანი გირაოთი და დღეს თავისუფალია. უფრო მეტიც ადამიანი, რომელიც რაფალიანსთან დაკავშირებით ხელს ადებდა გიორგი ღვინიაშვილს, თქვენ გახსოვთ, ეს იყო მანანა ბერიკაშვილი, რომელიც მინისტრის მოადგილეა დღევანდელ დღეს, კულტურას კურირებს და ერთი ბოდიშიც არ მოუხდია იმის გამო, რაც მოხდა. მეტი ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც თენგიზ გუნავას იარაღი ჩაუდეს და ეს საქმე არ არის გამოძიებული. ჩვენ გვაქვს ფაქტები, როდესაც ნუგზარ ციკლაური დეპუტატის ძემეს და ეს ფაქტები არ არის გამოძიებული. ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავები ასრულებენ ზოგადად ღარიბაშვილის და ივანიშვილის ნებას და უკვე ნაწილობრივ ამაზე საუბრობს თვითონ ივანიშვილი, არ მოსწონს მისი ნათესავების მომძლავრება ამ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ის რეალური სურათი, რაც არსებობს. დანარჩენს დაადგენს სასამართლო, მე თავიდან დავიწყე და ისევ იმას ვიმეორებ. ამიტომ ამდაგვარი პოლიტიკური სპეკულაციები იქნება, მით უმეტეს აი ესეთი ეგრეთ წოდებული არასამთავრობოების მიმართ და მათ მიმართ მე პირადი პრეტენზიაც გამაჩნია და გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რა მდგომარეობს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვენ გახსოვთ, აი სულ ეხლახანს გამოაქვეყნა მონაცემები ჩვენი ბავშვების და მათ მოუწოდა, რომ წასულიყვნენ საომრად უკრაინაში. ესეც ბრძანებით შესრულდა, თქვენ გახსოვთ 2 დღით ადრე იგივე განცხადება გააკეთა ივანიშვილმა, რომ რატომ მათი შვილები არ მიდიან. ჯერ ერთი უნდა უთხრა, რომ უკეთესი იქნება ელემენტარული არითმეტიკა ისწავლონ, იმიტომ რომ ჩემი ბავშვიც მოხვდა ამ სიაჩი, ეს არის მე-12 კლასელი. უწერიათ რომ 97 წელსაა დაბადებული, უბრალოდ რო იცოდნენ როგორ აკლდება 2014-ს 97, მიიღებდნენ რომ არასრულწლოვანი, მაგრამ ეთყობა არითმეტიკასთან, ცოდნასთან ზოგადად ამ ადამიანებს პრობლემები აქვთ. ერთი რაც გავიგე და მომეწონა, ეს იყო კარგი, რაც ვნახე, რომ ჩემი კოლეგების და ჩემი მეგობრების ბავშვები სწავლობენ საზღვარგარეთ და ეს მოსაწონია. ამასთან აქვე იყო მეორე სიყალბე და იქ იყო საუბარი, რომ ეს ბავშვები იხდიან რაღაც უზარმაზარ თანხებს და ეს თანხები იყო ამოღებული იქიდან, რომ ამ უნივერსიტეტებში სწავლა მართლა ამდენი ღირს, მაგრამ რამდენს იღის, ეს არის ინდივიდუალური, იგივე შორს რო არ წავიდე ჩემ ბავშვთან დაკავშირებით გეტყვით, ის მე-12 კლასშია, მაგრამ ჩააბარა ამერიკის პროგრამით და 2 უნივერსიტეტიდან მოუვიდა უკვე ჩაბარების მოწმობა და ეს ნიშნავს, რომ ეს უნივერსიტეტები უმეტეს წილს თანხებს ამ თვითონ გადაიხდიან. ამიტომ ესეც ელემენტარული ცოდნაა, მაგრამ აი ამ დაგვავი პროვოკაციული განცხადებებით ხდება. ისე ზოგადად ამ ახალგაზრდებს უნდა უთხრა, რომ მათი წინამორბედები აზროვნების სტილს გულისხმობ მენტალიტეტს ძირითადად სწავლაზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებული და მათმა ბელადმაც, ლენინმაც მათ მოუწოდა, რომ სწავლა და სწავლაა ძირითადი თემაო. მეტიც დღევანდელი ბელადი ივანიშვილიც იგივეს ეუბნება, მაგალითად ნიჩეს კრიტიკითაა დაკავებული, ჯერ ნიჩე არ წაუკითხავს, მაგრამ კრიტიკა უფრო აინტერესებს. ალბათ მას არ მოტონს მისი ფილოსოფიური ნიჩეს გულისხმობ მიდგომები, სადაც ის საუბრობს, რომ ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყოდეს, ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწოო, მას უფრო ალბათ მოსწონს რუსკაე პასლოვიცა, სადაც ლაპარაკია ნილზია ვკაპაცევ გრიზი, а сам остаться чистым. ეს უბრალოდ ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ ამ დაგვარი ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები, რომლებიც ზოგადად მე შემიძლია გითხრათ, რომ ძველ სუქს კგბ-ს ჰქონდა ესეთი მიდგომები, რომ აკეთებდა პარალელურ სტრუქტურებს და ის ზუგდად იგივე ლოგო, იგივე
ისინი სათაურები არის თავისუფალი ზონიდან არის უბრალოდ შებრუნებულად და იქ თუ წითელი ფერი აქ არის ლურჯი ფერი და ასე შემდეგ. ამიტომ ამ საკითხთან ამ მიდგომებთან დაკავშირებით აი ესეთი პასუხი მექნება. მაგრამ მე ვამბობდი თქვენ გახსოვთ რომ ყველაფერი ეს რაც უნდა იყოს დაუბრუნდეთ ახლა ძირითად თემას უნდა გაირკვეს სასამართლოში. და სასამართლოში აღმოჩნდება ეს ყველაფერი, მაგრამ სასამართლოს ქმედებებიც პირადად ჩემთვის აი შოკის მომგვრელი იყო, მაგალითად გუშინ როდესაც უყურებდი გადაცემას, სადაც საუბარი იყო, რომ მოსამართლემ, როდესაც როგორც ჩანს ჟვანიეს საქმე ჩიხში შევიდა, წაიკითხა სასამართლოზე ვიღაც ადამიანის ჩვენება, რომელიც ჩემი პროფესიიდან გულისხმობ ნევროლოგს, რომ თქვათ სულ მინიმუმ არის შეურაცხადი, იმიტომ რომ ის ლაპარაკობს, რომ 9 წლიდან როგორც სნაიპერი ისე იზრდებოდა, მე რაღაც გასამხედროებულ სტრუქტურაში მოქმედებდა და ასე შემდეგ. ანუ ამ მოსამართლემ, როდესაც ეს საქმე ჩიხში შევიდა, მოიტანა რაღაც ეს ამდაგვარი წერილი, რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს ხელახალი ძიებები. ესე იგი, წარმოიდგინეთ რა აბსურდთანა გვაქვს საქმე. და ამასთან ერთად ყველა საქმეში ერთი და იგივე პროკურორები საუბრობენ. ეს იქნება ვანოს საქმე, ეს იქნება ბაჩოს საქმე, ეს იქნება სააკაშვილის საქმე, ეს იქნება, რა ვიცი, ყველა საქმეები და იგივე ჟვანიეს საქმესთან დაკავშირებით და კიდე ერთი აბსურდი, როდესაც პროკურორი საუბრობდა, რომ აი მაგალითად ეს კონიაკი და ეს ძეხვი ამ მაღაზიაში იყო შეძენილი თუ არ იყო შეძენილი. და ამას კავშირი აქვს თუ არა იქ მომხდარ ფაქტთან ეს გაგუდვა იყო, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა, ეს მას არ აინტერესებს. ის არის იმ საქმის პროკურორი, რომელიც იძიებს ამ მაღაზიაში იქნა ზუსტად შეძენილი თუ არ იქნა შეძენილი. ამიტომ არაარსებით საკითხებზე ყურადღების გამახვილება და აცილება საზოგადოებრივი აზრის რეალურად რაც ხდება იმასთან დაკავშირებით, ამით არის ძირითადად პროკურატურა დაკავებული. ამიტომ არის რომ იგივე მაგალითად ვანო მერაბიშვილის გამოყვანიდან ციხის საკნებიდან არანაირი კამერები არ არსებობდა და სხვა შემთხვევაში ეს კამერები მუშაობს და ყველაფერი ნორმალურად არის, როდესაც მათ ჭირდებათ და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგადად ჩემი მიდგომიდან, რომელიც არის აბსოლუტურად უარყოფითი და ამის საფუძველი არსებობს, როგორც შანტაჟით იყვნენ დაკავებული, იგივე მაგალითად მოსამართლის თანაშემწეზე როგორ იყო ზეწოლა და ასე შემდეგ, აი ეს საქმეები, რომელიც მოვყევი, აქედან გამომდინარე, ჩემი მიდგომა ამ საკითხებისადმი არის ცალსახა და კიდე ორი მომენტი შემიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით თქვა. ორი მიდგომა აქვს პროკურატურას. მაგალითად, ფირცხალავასთან დაკავშირებით ის ამბობს ვერსიას, რომ ფირცხალავამ ეს ქმედება იმიტომ განახორციელა, თვითონ პროკურატურის პოზიციას ვლაპარაკობ, რომ მის ძმაზე ჩვენება მისცა ერთ-ერთმა, რომელიც იმყოფებოდა ამ მანქანაში. და მეორე შემთხვევაში, თუ ეს ვერსიები უნდა წინასწარ იქნეს ნათქვამი, მეორე შემთხვევაში აი პოლიციელის დაკავებასთან დაკავშირებით არ გვეუბნება არავითარ ვერსიას. ან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ეს ვერსია და შემდეგ უკვე სასამართლოში ყოფილიყო, ან ერთ შემთხვევაში თუ არის ვერსია, მეორე შემთხვევაშიც უნდა გქონდეს ვერსია. და ზოგადად რო შევხედოთ, ეხლა დაუშვათ თეორიულადაც მაინც თუ ეს ვერსია თეორიულად მაინც სწორია, ხა თქვენ წარმოიდგინეთ რა სიტუაცია ამხელა ჩინის, ამხელა გამოცდილების თანამშრომელმა თუ მოუვიდა ესეთი აზრი, ყველაზე ცუდი გზა რატო აირჩია ამისთვის. შვაგულ ქუჩაში სპეცოპერაციის ჩატარება 30 და 40 კაცის მონაწილეობით, როდესაც თავისუფლად შეეძლო თუ ამ დაგვარი განზრახვები ქონდა, რისიც მე არ მჯერა, სხვანაირად ბჭყალებში მოეგვარებინა, როგორც დღევანდელი ხელისუფლება აგვარებს. ამიტომ ამბობ, რომ ეს საქმეები ყველაფერი არის შეთითხნილი და ზოგადად ცხადია, რომ აი ესეთი იმით უნდათ ეხლა ამ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება, ეხლა ამ ვერსიას თუ მივყვებით, აი სწორედ წამოსვლის წინ მე ვნახე იგივე ჩემი Facebook-ი და ვნახე მაგალითად, რომელსაც არც ისე ინტენსიურად ხმარობ, უნდა ითქვას, ნახე რომ იგივე სამართალდამცავთა ლიგა დაუშვათ არის ჩემი მეგობრების სიაში. და არის კიდე ერთი 5000 კაცი. ეხლა თავისუფლად შეუძლია პროკურატურის ბინძური ტვინიდან გამომდინარე, რომ მთელი ვერსია ააგონ, რომ რახან ის არის ჩემი Facebook-ის მეგობრების სიაში, მე ის არის კიდე რაღაცა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ამ ავადმყოფურ აზრებს ბოლო არ ექნება.